გვინდა რომ გქონდეს მომთაბარე პოდკასტი იყო ერთი იდეა. დღეს გვექნება გასვლითი დღე. ყოველ მხრივ საინტერესო, ყოველ მხრივ ლანდშაფტები, გეოგრაფია, გეოლოგია, ისტორია, ბიოლოგია. მე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე იცი როგორი რაღაცა, რომ ადამიანები, უძველესი ადამიანები რატო ირჩევდნენ ხოლმე ამა თუ იმ რეგიონებს და ადგილებს. ღვინოს შენ წურავ იმ შემთხვევაში, როდესაც კარგად ცხოვრობ, ხო? ეხლა ჩურჩხელას აკეთებ, როცა კარგად ცხოვრობ. სამშვილდისკენ როგორ წავიდეთ? გამარჯობა. მე სოუყურებ თქვენ გადაცემას. ხო. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. დიდი მადლობა. ლავა ფაქტიურად. ამისგან არის მე ის მეგალითები ნაშენები. სტონჰენჯივით 100 კილომეტრიდან არ მოხონდა. ეგ იყო ყველაფერი. აუღებელი ციხესიმაგრე როგორც ამერ არ არსებობს. მე უფრო იმას მოსადის ციხეს მოგონებს. ისეც ხო პლატეზე იყო რომაელებმა მიწამი აყარეს და ისე ავიდა. ქვეყანას ეძახდნენ, სამშვილდის ქვეყანას ეძახდნენ. მაგას მაქვს. ერთი თხილის გული, 9 ძმის გული. აქ არის ლავებში მღვიმე. ეს არის აშკარად ნარჩენი რაღაცა. ხო, ეს აშკარად კედელია. ზოგიერთი იმდენი ფორაა, რომ უბრალოდ არ იძირება ეს წყალში. ძალიან მაგარი ხედია. აქეთ იყვნენ ესე ვთქვათ ელიტა მაშინდელი, ანუ ეს ციხესიმაგრე და აქეთ ცხოვრობდნენ ადამიანები, ესე ვთქვათ რიგითი მოსახლეობა იყო აქ. ხრამი რატომაც ქვია, შეხედე და ხრამია, ხო? ეხლა რომ დაბრუნდეთ ჩვენ ერთ ორ კვირაში, უკვე ეს აქ ზემოთაც ასული იქნება ეს ფერები. იმას შეიძლება გაცვენილიც გქონდეს. მე-15 საუკუნეში აშენდა პირველად ეს ციხე და მე 10 საუკუნეში და კიდე შემდეგ უფრო ხდება მისი რაღაც მოდიფიკაცია და ცვლილებები. ესე დაფრინავენ. ესე წყლის დათვები ვაფშე ჰაერით მოგზაურობენ, ხო ეს მიკრო ის პატარები როა, ხო, ნუ ის ჰაერს მიყვებიან, როგორც ვიცი. ხوار გადავიდეს. აი ესეთი ფერმ. არ დავაზიანო. ქალაქიდან თავის დაღწევის და ცოტა ნერვების დამშვიდების და გაცნობის თუ სად ცხოვრობთ და გაცნობიერების სად ცხოვრობთ. ამ საუკეთესო მაგალითი არის ჩემთვის მაგალითად აი ესეთი განტვირთვები ხსენებ საქართველოს, ნახულობ საქართველოს და იაზრებ კიდევ ერთხელ, რომ ყველაფერი აი ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, ესეთი მნიშვნელოვანი ისტორია, ხო, ფლორა და ფაუნა არის აქვე რა, ორნაბიჯში. დღეს გვექნება გასვლითი დღე, next და მოვინახულებ ესე ვთქვათ საქართველოს 90 კილომეტრის გავწევით თბილისის შემოგარენში ვიქნებით. სადაც ძალიან მრავალფეროვან ფაუნას ვნახავთ და რაც თავარია კიდევ ვნახავთ ისტორიულ კონტექსტებს, ღვიმეებს, რომელშიც 5000 წლის წინ, 6000 წლის წინ ცხოვრობდნენ ადამიანები და მე ყველა საინტერესო რაც არის შუა საუკუნეებში ამ ღვიმეებშივე შევიდნენ ადამიანები და იქ ცხოვრობდნენ და ჩვენთან ერთად იქნება ჩემი უფროს მეგობარი ვასილ ბაბუნია, რომელიც ჩვენ გაგვიძღვება შეიძლება ითქვას და განახებს სამშვილდის ფლორას, ფაუნას და გაგვაცნობს იქაურ კონტექსტს. მოკლედ გზაში ელიზაბეტალი ქვია ხედა? ხო. ნამდვილი სახელი არის ელიზაბეტალი. ასურეთი მერე გადაერქვა, როდესაც ქართველები დაასახლეს აქ. მერე დაერქვა. რამდენი ადამიანი ცხოვრობდა? საკმაოდ დიდი მისი, ანუ დაახლოებით 40,000 შემოვიდა. ხო. კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში ეს იყო. ეს რაღაც სექტანტები ხო არის? სექტანტები იყვნენ, ხო, ეს იყვნენ სექტანტები, შვაბები, ანუ სამხრეთ გერმანიიდან, რომლებიც თვლიდნენ რომ მეორედ მოსვლა უნდა ყოფილიყო არარატთან, ამოვიდნენ ჩვენთან და აზერბაიჯანში და ეს იყო ყველაზე მიტოვებული ადგილები, იმიტომ რომ აქ ლეკიანობა იყო. აქ დაასახლეს. გაათავისუფლეს ჯარიდან, ანუ იმპერიის ჯარში არ უნდა ემსახურათ, გაათავისუფლეს ბევრი რაღაცისგან, გადასახადებისგან და შეუქმნეს პირობები და ელისაბედის, მაშინ ელისაბედ მეორე, რომელიც გერმანელია ასევე, იმის საპატივცემლად ამას ელიზაბეტალი დაარქვეს. ძალიან სერიოზული ხელოსნები იყვნენ, მიწათმოქმედები იყვნენ. ხო და ნუ ეხლა კვალი არის, პლეხანოვი ფაქტიურად და აღმაშენებელი დღევანდელი, ამათი აშენებულია, ხო, სულ გერმანულია.
აქ იყო ეკლესია კირხე, რომელიც რა თქმა უნდა დაანგრიეს კომუნისტებმა და მე საწყობი იყო, მე კინო იყო, რაღაცა იყო და 41 წელში დაიწყო თუ არა ომი. ეგრევე ასახლებს გამოუცხადეს რომ ხვალ თქვენ ოჯახზე 60 კილოგრამს აიღებთ და წახვალთ, საწავლენ არიციან და რა ქნეს ისე 60 კილოგრამში. დააძრეს ხელსაწყო იარაღებს ტარები ისინი და ეს ბარის პირები, თოხის პირები და ესენი წაიღეს, იმიტომ რომ იქო სადაც მივალდო, მიწახო იქნებაო. ზოგადად აქეთ ამ ხარე რაღაც თბილისელებისთვის არ არის რატომღაც ცნობილი. ჩვენ უფრო დავდივართ კახეთი, ხო, ქართლი, არ მე მიდიხარ ზღვისკენ, ხო, ნუ ეგ შორსაც. ხო, მე თბილისის შემოგარენზე ვამბობ, ხო. თორე ეს არის ახლა ფაქტიურად როგორც აგურამო და ზა ესეთი დაშვიწყნეთი და ესე იგი დაშორება არის აბსოლუტურად განსხვავებული ბუნება. ხო და ეგ არის უცნაური რომ რატო არ არის გინდაც ეგეთი ცნობილი. იმიტომ რომ რო გააჩერო დარწმუნებულება ძალიან რომ არც იცი საერთოდ ხო ეს. გინდაც ეხა ამაზე რაზეც ვისაუბრეთ ხო მაგაზე. აღარ საუბრობ ეხა ფლორას და ფაუნას და მის მრავალფეროვნებას და ცალკე კიდე საკითხი არის სამშობლოს ამბავი ხო? სადაც ეხა მივდივართ. რამდენად რა ვიცი ძალიან მრავალფეროვანია ხო როგორც ბუნება მაგის ნუ ისტორიული კონტექსტი საერთოდ ხო ისტორიული კონტექსტი ძალიან მაგარი ყოველმხრივ საინტერესოა ყოველმხრივ ლანდშაფტები გეოგრაფია გეოლოგია ისტორია ბიოლოგია რა ვიცი აი ლაბორატორია შეიძლება ითქვას ესეთი სადაც ნებისმიერი საბუნებისმეტყველო და ისტორიული მიმართულების ინტერესის მქონე ადამიანს აქვს უზარმაზარი ასპარეზი რომ ფრთები გაშალოს. ხო. ადგილია თვითონ საინტერესო. მე ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე იცი როგორი რაღაცა რომ აი ადამიანები, აი უძველესი ადამიანები რატო ირჩევდნენ ხოლმე ამა თუ იმ რეგიონებს და ადგილებს რა და ფაქტია რომ ეხა სადაც მივდივართ ხო სამშობლოში ხო ერთ-ერთი თლიანად ამ რეგიონში ერთ-ერთი უძველესი დასახლება სადაც ადამიანებმა რაღაც მიწათმოქმედება დაიწყეს ხო პირველი უძველესი კვალია ერთ-ერთი და მაგიტომაც არის მაგის თვითონ ეს გარემო საინტერესო ხო? არა მხოლოდ მიწათმოქმედება, პირველი ღვინო აქ არის დაწურული მსოფლიოში ჯერჯერობით. ხო. ამის არტეფაქტები არის 8000 წელია ხო? ეს არის მე-6000 წლეული, ჩვენ წელთაღრიცხვამდე ესე იგი 6000 წლით უკან ვიდრე ქრისტეშობამდე. ხო. პირველი ქვევრის არტეფაქტები იმდენად მდიდრები იყვნენ, აქეთ მე რისი თქმა მინდა ხა ღვინოს შენ წურავ იმ შემთხვევაში, როდესაც კარგად ცხოვრობ, ხო? ეხლა ჩურჩხელას აკეთებ, როცა კარგად ცხოვრობ. შენთვის თავარი არ თქვა ხორბალი მოიყვანო და ხო ეგზისტენციალური ხო ის არის, რა გადარჩენის მომენტია. ხა ღვინო გადარჩენი მომენტი არა. სუბტაგედონისტური ის არის. ანუ ეს ხალხი კარგად ცხოვრობდა რა. ახლა არ ვიცი მე რამდენად მე მითხრეს რომ არისო ასეთი რამ რომ ანუ ეს ნეოლითური ვენერები რო არის ძელ სოფლიოში ეს დიდი სუქანი ხო ეს გიპერტროფირებული სასქესო ორგანოებით და მკერდით და იმით ქალები ტატუირებული ნაპონი აქ აი მოვედით თეთრ წყაროშიც გამარჯობა სამშვილდისკენ როგორ წავიდეთ გამარჯობა გამარჯობა მე სოუყურებ თქვენ გადაცემას. ხო. ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. დიდი მადლობა. ძალიან, აი სოისა. სამშვილდეში ისე როგორ წახო. აი ისე იქიდან რომ წასულიყავით უფრო ის იყო მაგრამ ნიშნულობა აი ახვალ. გაცხენა ხარეს. მე მგონი დიდი წვიმა იწყება. არა მგონი იქეთ გახსნილია ცალდა. აი ვულკანური ის არის. ლავა ფაქტიურად. ამისგან არის მე ის მეგალითები ნაშენები. იქ ის დიდი ხო? ხო. ეს როდი რამდენი წლის წინდელი არის დაახლოებით? იცი რა მეოთხეულია და მეოთხეული იმას ნიშნავს რომ არც ისე გვიანია რა ანუ შეიძლება თქვა ცივილიზაცია და რაღაც განვითარების არ არის მაგრამ ეხლა ეს ზუსტად არ ვიცი რომელი ასაკისა მაგრამ თვითონ ეს აკაური ლავები ყველა ახალგაზრდა ეხლა მთებსაც ეტყობა ეს წვეტიანები და ესენი არ არის გადალესილი ჯერ ზოგადად იმიტომ აქეთ ეს მადნეული და ისა ეს ოქრო და სპილენძი და რაღაცები ბევრი ამისგან არის. ხო და ეგ აი სამშენებლო მასალაა. ამ თვითონ დაახლოებით ეს
როგორ ჩამოქონდათ ხოლმე თუ როგორ არნეთ როგორ ადგილზევე იმაში ეხა იქ ჩხიკვთა რო არის. ხო, აი იქ ადგილობრივად არის ესე და ამას ამუშავებდნენ. არა მე ამას ერთმანეთზე ადებდნენ და მიქონდათ ხო რაღაც ეტაპზე ხო ეხა სტონჰენჯივით 100 კილომეტრიდან არ მოქონდათ. აქვე იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც რა ძალა უნდა გადგეს ეხა ის გამოთალო და ერთმანეთზე დაალაგო. და ვიცით დაახლოებით ამ ვარაუდებით ანუ რა ფუნქციას აძლევდნენ რა მებს რო აკეთებდნენ. არის ვარაუდები და მე ასე მგონია რომ ეხა შაორზე რომელიც არის. ხო, თა შაორზე ხო. შაორზე. ის ძალიან დიდი შანსია რომ იყოს ობსერვატორია. ანუ ზოგიერთი კუთხე ისეთნაირად არის ორიენტირებული, რომ არის გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობა. ანუ როცა დღე და ღამე სწორდება და ეხლა ასტრონომია ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მოგეხსენე ხა მიწათმოქმედი რო ხარ. მაგაზე ხარ დამოკიდებული, მაგაზე უყურებ და მაგაზე მთელი შენი წინა. ანუ შენ უკვე იცი როდის უნდა დათესო, როდის უნდა პრინციპში მონადირეებსაც, იმიტომ რომ ეხლა ჩვენთან ისეთი მიგრაციები არ ხდებოდა, მაგრამ ეხლა ვთქვათ ამერიკაში ინდიელები და ისინი ბიზონების მიგრაცია რაღაც ეტაპზე იწყება. იმიტომ რომ უძველეს ადამიანი ხო ძალიან კარგად იცნობდა რეალურად სახს, ხო, ბევრად ვერც წარმოიდგენ ეხ თანამედროვე ადამიანი, ალბათ ის როგორც იცნობდა, ხო, იმიტომ რომ ცაში რო იხედებოდა მაგისთვის ეგ არა მარტო გზის გამკვალავ იყო, ძალიან ბევრი რაღაც ფუნქცია. ძალიან ბევრი ამას იგებდა, ხო და არა, ნუ კალენდარი არ არის მარტო ის ჩავხედე და ვიღაცა დაბადების დღე დავაფიქსირე, ხო, არის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხო, ეგაა საინტერესო რომ აქაც თუ მაგას რა დონეზე აკეთებდნენ რა, თუ მართლა ქონდათ რაღაც ეგეთი ოფსერვატორია. ნუ ეს ერთ-ერთი ვარაუდია, იმიტომ რომ მართლა ესეა ორიენტირებული რა ამ იმგენზე და ნუ ეს გაზაფხულ შემოდგომას ადგენს მაგით. ხა ფაქტიურად გაზაფხული და შემოდგომა ასტრონომიული იწყება არა 1 მარტს, არამედ 21-ში, იმიტომ რომ გათანაბრება ხდება დღის და ღამის იმის. როგორც აქ სექტემბერში 21 სექტემბერში. მაგას ხვდებოდნენ ესე იგი რა ეგ ადამიანები და მაგას უსადაგებდნენ. ეგაც მშვენივრად იცოდნენ. ნუ იცოდნენ რა, ქურუმებმა იცოდნენ. ხო. იქა მე მაშინაც ეგრე იყო. ვიღაცები იმას თუ დააწევ, ნახე რას მოფრინე, ნახე რა ლამაზად მოფრინეს. ვა, რაღაცა მტაცებელია. ფრთა არ გაუნძრევია რამდენი ხანია. ხედავთ ველა. ვინ არ ვიცი ხა აქედან ნამდვილად ვერ ვიოვარჩევ, მაგრამ რაღაცა დიდი მტაცებელია. დიდია ესე. დიდია ხო? მოგონი ჩვენ დრონს სერიოზული ტიპია. დრონს თუ გაეკიდა, ეხლა დრონი მოიდადი. აი ეს არის უბრალოდ რაღაც ძალიან ბევრი ხო, რეალურად მიტოვებული, მიდებული, რომელსაც ხო, აქვს ძალიან რაღაც პოტენციალი რომ აღმოაჩინო უცებ ვიღაც ტიპის 8000 წლის წინდელი და პროცესს დევს. ამაშია საქმე რომ ძალიან დიდი პოტენციალია საქართველოში ამ ხრივ და სულ რომ ვამბობ რომ თქვა იგივე პალეონტოლოგები, არქეოლოგები, ისინი ახალგაზრდები ნაკლებად რომ მიდიან. ერთ-ერთი უმაგრესი პროფესია, რომელიც მე საზღვარგარეთ გაძლევს კარიერის განვითარების უფლებას და საშუალებას. ანუ ეს არ არის რომ მარტო ზიხარ და ერთ ადგილას თქვა მარტო დმანის ან ხო, სამშვილდეს დღე. ისე ხარ გერმანიაში სწავლობ ახალ მეთოდებს საფრანგეთში, ნუ სადაც არის რა ეს არქეოლოგია უკვე. ხო, მაგრამ ისე წესით ჩვენთან უნდა იყოს განვითარებული ეგ სფერო, იმიტომ რომ დაფიქრდე ხო ეხლა თვითონ ადგილი როგორია რა. არა, განვითარებული ჩვენ სკოლა გვაქვს არქეოლოგიური და გქონდა. ესაც უნდა იყოს, მაგას ვამბობ, იმიტომ რომ რაღაც უძველესი მაგრამ ახლა ეს აი იმ ფუნდამენტურ მეცნიერებებზე რომ ფული აღარ იხარჯება. ხო. ფაქტიურად. ხა პალეონტოლოგია მაგალითად როგორც ეგეთი მოკვდა. და ჩვენ გქონდა სოფლიოში უძლიერესი სკოლა. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი. ეს 90-იანების პერიოდში ხდება. ეს ხდება 50-იანებიდან 90-იანების დასაწყისამდე. და ნუ აქედან ყდება მე. მე უკვე ხო ფაქტიურად 90-იანებიდან ყდება უკვე. არქეოლოგიაში არ ვიცი რა მდგომარე, ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ექსპედიციები მუშაობს კიდე, მაგრამ არ არის საკმარისი ისეთი მდიდარი რეგიონისთვის როგორც საქართველო. ხო. ყველა რეგიონში რამდენიმე ექსპედიცია უნდა მუშაობდეს, იმიტომ რომ ნუ ბარი რო დაკრა ყველგან სადღაცა რაღაცა ამოდის. ხო. თან მეორე მხრივ კიდე ეგ არის, რომ მაგში ვამბობთ კიდევაც, ხო? მითხარი, რომ ანუ საქართველო ხო თან რო პატარაა, ნებისმიერ ადგილას შეგიძლია უცებ გაჩნდე რა და თან ის ადგილი, როგორც თქვი, ანუ მართლა შეგიძლიათ ბარი დაკრა. არაფერი სახში ისაუზმო წამოხვიდე, იმუშაო და საღამოს ის ადგილი სახშია. არ არის აუცილებელი აქ ეხლა კაროების ქალაქი გაშალო. თუმცა ეგეც რატო არა? ხო.
ხო და არავინ იცის ახლა ხა გეოლოგებისთვის, გეოგრაფებისთვის, ბოტანიკოსებისთვის, ზოოლოგებისთვის ჯერ კიდევ კლონდაიკია. კიდე ბევრი რამეა აღმოჩენილი. ყველა გასვლაზე ახალი სახეობების აღმოჩენა ხდება. არის ხა ილიანში მაგალითად ძალიან ძლიერი ჯგუფია ბიოლოგების დათო თარხნიშვილის მეთაურობით და აი სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერები საოცარ აღმოჩენებს აკეთებენ ამ გენეტიკაზე, უკვე სახეობების დადგენა გენეტიკური ანალიზით და იმით. ახალი სახეობები, ახალი ჰიბრიდები ჩდება, ეს ხვლიკები, რომლებიც შენ რო ამბობდი ხა გზაში რო ვლაპარაკობდი, სქესი არ იქნება საჭირო. ხვლიკი, ანუ ესეთი მაღალგანვითარებული ხერხემლიანი ცხოველისთვის უსქესობა უпроსორად ამაზონკები არიან, როგორ არის, ამორძალები, ხვლიკები. ჩვენ ყავს ხვლიკები, ამორძალები, რომლებიც მამრების გარეშე მრავლდებიან. კლონებია რა, ფაქტიურად კლონებს. თავის თავს აკონირებს და იმას აკეთებს რა, იდენტურ. ხო, ეს თავის დროზე ესე დარევსკი იყო, ესეთი იმან აღმოაჩინა და ეხლა უკვე დადგინდა რომ რამდენიმე სახეობა ყავს ასეთი. რომელსაც მამრი არ ჭირდება. გოგოები არიან სულ. მრავლდებიან წარმატებითი და მთელია თბილისის მიდამოების ან მამრი არც ჩნდება მაგ სახეობას. არა, საერთოდ არ ჩნდება. თავიდანვე იყო მდედრი და ესე მიყვება მაგ კოდს. ხო, ნუ რაღაც მომენტში მოხდა ეს ამბავი, ხო. ხო, მაგრამ როცა მოხდა იმის მერე მიყვება. იმის მერე იმდენად ეს კარგი ექსპერიმენტი ჩატარდა, რომ გაამართლა რა. ხო, ევოლუციით ხო ეგ არის, რაღაც მომართლებს მერე მაგას ტოვებს რა. რატომღაც გადაწყვეტილება არ ჭირდება ბიჭებია და შენივრად გზნობენ თავს. და ძალიან წარმატებული პოპულაციებია რა, ეხლა იქ თბილისის მიდამოებში ფაქტიურად ძირითადი მასა პართენოგენეზული. ხვლიკებია და უმაღლეს ხერხემლიანებში ძალიან იშვიათია, ეხლა იქ დაბალ ცოცხალ ორგანიზმებში გვხვდება, მაგრამ დაბალი განვითარების, უხერხემლოებში, რაცეებში, მაგრამ იქაც იშვიათია. ხო და ხერხემლიანებში უბრალოდ ესეთი უნიკალური აღმოჩენა იქნება. ხო, ეს არის სოფელი სამშობლო. ჩვენ ჭირდება თვითონ ის კომპლექსი რაც არის, არქეოლოგიური და ისტორიული და რაც თავარია თვითონ კანიონი. ანუ ხრამის კანიონი, რომელსაც სამშობლოს კანიონი ქვია ამ ადგილას. აქვე იქნება საბოლოო. ხო, აქვეა. კი, აქ ზემოდან ჩანდას ვაიშორის თვითონ ეს ჩაჭრილი ხეობა. თვითონ ციხესიმაგრე და ის ახლოს არის მან? აი კონცხს აკეთებს, აქ ორი მდინარეა, აქ ანუ ერთი მთავარი მდინარე არის ხრამი და მისი შენაერთი არის ჭივჭავი. და ეს ორი მდინარე, ამ ორ მდინარეს ლავებში გაჭრილი აქვს ხეობები და კონცხს აკეთებენ და იმ კონცხზეა ეს ანუ ბუნებრივი კედლები აქვს. აი ბუნებრივი კედლებზე დგას და ხო და თვითონ ცენტრშია და ესეთ ნუ ფაქტიურად მიუდგომელი და აუღებელი იყო, მაგრამ მონღოლებმა მაინც მონღოლებმა და მათ შორის ლიპარიტ ბაღვაშები იყო გამაგრებული და ეს აღმაშენებელი ბაღვაშები ხო ზოგადად სულ ისტორიულად ბაგრატიონებს ებრძოდნენ და აღმაშენებელმა თავის მხრივ თულად, მაგრამ მაინც აიღო დამარცხა, ხო. ხო არა, აუღებელი ციხესიმაგრე როგორც მომენტ არ არსებობს. ხო და ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე რო აკლავდნენ თავს და დატოვე რა იყოს ეს სიხალხე და იყო პატარა ციხესიმაგრე და იჯდა ხო და მაგრამ მაინც ესეთი ბუდია ხო კრაზანების და უნდა მოსვა. ხო, მან რა არის, იცი, მე ხა ზოგ ციხესიმაგრეში ხო გამოსასვლელიც იყო ხოლმე საიდუმლო რა და მარტო ისიც არ იყო რა ზოგ შემთხვევაში. მაგრამ ეხლა რამდენი უნდა ყოფილიყო, ეხლა თქვა სამხედროც რო ყოფილიყო იქ, აი რამდენი სამხედრო უნდა ყოფილიყო, რომ თქვა რაღაც შენთვის ნება მოეყენებია, მაგრამ ნუ ფაქტია რომ აშკარად ბოლომდე იყო რა. ცენტრი იყო, წარმოიდგინე შენ იქ ხო ხარ, მაგრამ თუ ალყას მოხსნი, მერე ისინი გამოდიან და იქ მოკლედ ფუნქციონირებს რა. ხო, ნუ თან წინააღმდეგობის ცენტრია ხო მართლა. მაგის ჩახშობის სიმბოლოც არისო წინააღმდეგობის ცენტრსა, იმიტომ რომ გარეთში არც არაფერი. ხო და იქ შეიძლება კრისტალიზაცია მოხდეს კიდე იმის ირგვლივ. საპროტესტო ძალების მობილიზება თავიდან. ეს არის ალბათ ჭივჭავი.
ნუ აქ დასახლება იყო. ხო, მე როგორც ვიცი ეს ხო, სერიოზული დასახლება იყო. ხო, ძველი ქვებით შესაბამისად დაალაგებული ძალიან ძველია რა. თავდაცვისთვის კარგი ვარიანტი იყო, იმიტომ რომ შემოსასვლელი მარტო იქედან არის, დანარჩენი პლატეებია აქეთ-იქედან. ხო, და ვიწრო შემოსასვლელი. ხო, და ეს უნდა ჩაგეკეტა რა მარტო. რაც მარტივია, ხო. ხო, 300 არ გამ ხო. 300 სპარტელი რო ვიწრო იმაზე. ხო, ან მე უფრო იმას მოსადის ციხეს მაგონებს. ისეც ხო პლატეზე იყო. რომაელებმა მიწა მიაყარეს და ისე რავი თითქოს. და აი ნახე აგერ თითქოს ქუჩა შედის აგერ. ეხა ეს ხო არის ერთი ქუჩა, აგერ მეორე შედის. ხო. აი, აშკარად ქუჩაა. ხო, ეხლა რეალურად ჩვენ ვართ რაღაც შუა საუკუნეების პერიოდის იმაში, ხო? ხო, ეს ალბათ ეს არის რა ზუსტად მეორე დრო მოვიდა აქ. ადამიანი, კი. ანუ ერთი იყო მე-6-დან მე-4000 წლეულის და მე გაქრა წავიდა. ხო. და მე დაბრუნდა სადღაცა მე-12 საუკუნის ბოლოს. ან მე როგორც ვიცი, ბაღვაშების პერიოდში რა ამ ტერიტორიას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. იმიტომ რომ ეგენი იყვნენ აქ, მათ ჰქონდათ ისინი იყო გამაგრებოდა. და შესაბამისად ბაგრატიონებს ებრძოდნენ. და ანუ ძალიან დიდი სიტყვა თქონდათ და აქტუალური ადგილიც იყო შესაბამისად. მე რაც აღმაშენებელი ამარცხებს ამ ბაღვაშებს რა, მე კარგავს თვითონ მთავარ ფუნქციას რაც ჰქონდა რა, იმიტომ რომ რაღაც აქაური ერთ-ერთი რაღაც რეგიონის ფორმა მიიღო, მას შემდეგ რაც ამ აღმაშენებელმა დაამარცხა ეს რა. ხო, ქვეყანას ეძახდნენ, სამშვილდის ქვეყანას ეძახდნენ. მაგას ვამბობ, ხო, ბევრად დიდი ფუნქცია ჰქონდა. ხო, ანუ რაღაცა ის იყო. დამოუკიდებელი ის იყო, ხო. აი რაიონივით იყო, ხო, დამოუკიდებელი რაიონი. ავტონომია. ავტონომიასავით იყო როგორც ჩანს მაშინ და ეს რაც ბაღვაშებს ამარცხებენ, მე უკვე მათი ესის ეცემა და შესაბამისად უკვე რაღაც ერთ-ერთი რიგით ის ფუნქცია გადადის რა. უკვე დაკნინდება და კი და როგორც ვიცი სხვათა შორის შეხედე ხარ რა ნამუშევარია ეხა გადახედე აი ყველგან არის ამოშენებული ეს ისინი ეზო ხო აშკარად ეზოებია რა და აქ ეხა ნამოსახლარები ალბათ ხისახლები აღარ გადარჩა და ნუ სერიოზული ხო და ეს გზა საბოლოოდ ეს გზა მიდის საბოლოოდ იმ ციხესიმაგრემდე ხო რომლის ნანგრევებიც არის შემორჩენილი დღემდე და მე როგორც ვიცი მანდ იყო საბოლოოდ უკვე ერეკლე მეორემ აყარა ეს ადამიანები ნარჩენი ვინც იყო და ჩამოიყვანა თბილისში უკვე ისეთ პერიოდში როცა აი ეს ომიანობის პერიოდი რო ხონდა ძალიან ვეღარ ხერხდებოდა და მაშინ მოხდა ეს ჩამოყვანა რა მაშინ ფაქტიურად გენოციდს უწყობდა კი რა თქმა უნდა გადარჩენისთვის ხო და მან მაგის მერე რეალურად მთავრდება აქაური დასახლება. ნუ მიწაზე ეხა რაც შეეხება მიწის ნაყოფიერებას მე იმას ვფიქრობ რომ მაინც ეხა შენ თუ დაკვირებული ხარ იგივე ვეზუვის მაგალითად არ ეშვებიან იტალიელები. ხო. არადა ნუ კატასტროფული ამოფრქვევები იცის რომ ანადგურებს ყოველთვის თუ ამოიფრქვა. ეტანა ჩვეულებრივი ეტანა იმდენად აქტიურია რომ ამოდის და არ სკდება და ისა წელიწადში 5 ჯერ იფრქვევა და ეს აგროვებს მერე სკდება. მაინც ფერდობებზე ცხოვრობენ, რატომ? იმიტომ რომ ნიადაგია ნოყიერი. ხო. ვულკანიდან ამოსული ეს ფერფლი და ის ძალიან ნოყიერია და ღვინოც კარი გამოდის და ხორბალიც და ყველაფერი. ანუ სამოსავალს იღებენ და ანალოგიური რატოა ჯავახეთის ისინი გადასარევი კარტოფილი და ის მოდის. მიუხედავად იმისა იმ სიმაღლეზეა. და ვულკანური ნიადაგებია, რომ ნახო კუპრივით შავია მიწა. გამდიდრებული არის აი მიკროელემენტებით, რომლებიც სწორედ მცენარეებს ჭირდებათ. ეს რეგიონია. და აქეთ მე ჩამოაქვს ეს ყველაფერი ხო ეს ერთი ის არის. ხრამს ჩამოაქვს მე მარნეულამდე. იქ დანალექი მას აკეთებს და იქ არის ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცა ნაპოვნი, აი ლაშას სუხიშვილს და ილიასის უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგად შესწავლილი ის მარნეულის დანალექი ქანები. რომელიც ხრამს ჩამოაქვს და 1000 წლეულების განმავლობაში აგროვებდა და იქ საინტერესო ახლა მე ზუსტად აღარ მახსოვს რა იყო და რა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ აღმოაჩინეს იმათ. ო მე მაინტერესებს ძალიან აი თუ ნახეთ არ ვიცი თუ მოახერხეთ ეს შორიდან მაინც რა დავაკვირდეთ ეს მღვიმეებს რა რომ მან ხო ეს ხელით ადამიანს აქვს საკუთარი ხელით გაგძელებული. ნაწილი ხელით და ნაწილი მან რა არის ის საინტერესო ხო მღვიმეები საერთოდ ჩვენი მეგობრები შევდება იმაში ხო კირქვებში. ხო. კარსტი კეთდება კირქვაში, ანუ წყალი შლის კირქვას და სხვაგან მღვიმე არ არის, ამიტომ
გადავსებული იმერეთი და მთიანი სამეგრელო და ზღვიმეებით, იმიტომ რომ ის კირქვებია. აქეთ იშვიათია, იმიტომ კირქვებია იშვიათი. და აქ არის ის უნიკალური შემთხვევა, როცა აქ არის ლავებში მღვიმე. ეს არის აშკარად ნარჩენი რაღაცა. ხო, ეს აშკარად კედელია. ეს აშკარად ეს სამოსახლო ეს არის. ეს არის მე მგონი სასახლის ნარჩენია, იცი? ერთ-ერთი სასახლის ნარჩენია. ასეთი პატარა ფანჯრებით? თუ არ ვწდები, მახსოვს. შეიძლება. საყარაულო კოშკი ან თქვა იმ ჩამკეტი კოშკი ხო არ არის? მახსოვს თითქოს. ის ჩამკეტი. მე გადავიდე, ნახოთ, სადასთან იქნება შესასვლელი. შეგვიძლია გადასვლა. ხო და იმას ვამბობდი, რომ აქ ის არის, რა ქვია. გადავიდე. ლავური. გადავიდე. თუ ღვიმეებია, რაც იშვიათი. იქ უკვე ისა ჩანს. იქეთ ჩანს უკვე. არის შესასვლელი. აი, უი. კაფეა. რა არის? ლავის კაფეა. აი მაგ პემზა ფაქტიურად. პემზის. აი როგორ უნდა მიხვდე ხა მაგალითად და შენ ხვდები, მაგრამ აი ნახე როგორი აგებულებაა, ის როგორ გაქოებული კაფივით არის. კაფი რო ეტყობა კიდევაც. აკაფებული იმის, თვითონ გაამაგრე, ხო? ბუშტებია შენით, ანუ. ეს ნიშნავს, რომ ხა პირდაპირ ის არის, ხო? გაცივდა და ეს ბუშტები დარჩა. და როგორ ჩამოიტანა ეს თუ? არა, ეგ არა, აქ ყველგან ეგ არის რა, ყველგან სულ ეს არ არის, მაგრამ ზოგიერთი იმდენი ფორა არა, უბრალოდ არ იძირება ეს წყალში. იმდენი ჰაერია შიგნით. აი კლასიკური პემზა. ეს ჩატე აი ნახე, არ არის ძიმე. ხო. უფრო ჰაერით არის ავსებული და პენოპლასტივით არის. ანუ აქ იყო რაღაც ლავა რეალურად, ხო? ეს აქტიური. ხო, რა აქტიური. თქმა უნდა და ეს უბრალოდ ეს ნატეხები მე შეაგროვეს ამათმა და ეს ვულკანური ტებიც არის და ან ბაზალტი ან ანდეზიტი. ეს ვულკანური აი ესე ანადუღარია ნახევარი. ნახრეტები აქვს. და ეს ვულკანური კერები ხა რაღაც საერთოდ აღარ არის, ხო, ალბათ აქტიური ამ ეტაპზე. ხო, ნუ ჩამქრალად ითვლება რა, უკვე მიძინებულად, ხა მიძინებულად ითვლება მარტო მყინვარწვერი და იალბუზი კავკასიონის. რამდენი წლის წინდელია ეს დაახლოებით, ანუ კვალი რა? მეოთხეულია და ვიცი რა, ხა ყველა ეს არ ვიცი, იმიტომ რამდენიმე პორციად იყო. ქვევები, მაგალითად ის ოროზმანზე რო არის საუბარი, ხო? და დმანისზე იქ არის 1,700,000-ია. სუზედა ნაწილი. აი ეს ოროზმანის ამოთქვევას რო ეძახიან და ლავებს. აქ მე მგონი უფრო ახალგაზრდებია. ანუ მეოთხეულია სადაც პლეისტოცენია ხო ალბათ. ნუ 10,000-საც ამბობენ, 15,000. ზუსტად გაგება უნდა მაგას, ნუ ყოველ შემთხვევაში ის ადამიანი უკვე homo sapiens-ი რო ცხოვრობს იმ დროინდელი ამოთქვევები არის. ძალიან კაი ხედია სხვათა შორის. ძალიან მაგარი ხედია. იქნება. ეს არის, ეხლა ჩვენ ხრამის მხარეს ვართ. კი. იქეთ არის ჭივჭავი, აქეთ არის ხრამი. აი ნახე ღვიმეებია წინ სულ. მაგას ვიზახ, კი. ხო ხა, აქ სავარაუდოდ მიდგომის ამბავიცა ვერ მიუდგებოდნენ, მაგრამ ის არ არის ადამიანის გაკეთებული ღვიმეები. მაგას ვამბობ. აი მაგას ვამბობდი, მეც ესე იგი თუ თქვათ დასავლეთში ეს ღვიმეები არის კარსში და თავისი ეს ჩვეულებრივი მომენტია და არ არის გასაკვირი, აქ ეს არის სწორედ გასაკვირი, რომ ლავებში არის ეს ღვიმეები გამომუშავებული. და მე ამ ღვიმეებს ნაწილს იყენებდნენ ადამიანები უკვე გამზადებული სახლებია ფაქტიურად. ხო და საინტერესო რა არის, მე რაღაცებს ვეცნობოდი ამ ხრივ რა. შემფრთხილად იყავი მე უკან არ წახდი. საინტერესო რა არის, რომ რეალურად ამ ღვიმეებში ხო იყო ეს რაღაცა 7-8 წლის წინდელი ადამიანები რაც შეძლეს დაემატებინათ და შუა საუკუნეებში მე უკვე დავით მეფის დემის დროს ადამიანები აქ ცხოვრობდნენ ჩვეულებრივ რა. აქეთ იყვნენ ესე ვთქვათ ელიტა მაშინდელი, ანუ ეს ციხესიმაგრე და აქეთ ცხოვრობდნენ ადამიანები, ესე ვთქვათ რიგითი მოსახლეობა იყო აქ და ამ ღვიმეებში ჩვეულებრივ ცხოვრობდნენ და არის უამრავი მასალა არის ნაპოვნი, კერამიკა არის ნაპოვნი, სამარხებია ნაპოვნი, ხო. არის დაუმარხავი ადამიანების ნაშთები ნაპოვნი. ხო ძალიან ის არის რა, რაღაც უცნაური და თან სიმბოლო თითქოს აქეთ რაღაც ელიტარული რაღაც ციხესიმაგრეებს და აქეთ რაღაცა ნაშენებია უბრალოდ შეხედე, აი აქედან ჩანს კარგად. კი. და ეხლა მაგრამ როგორ ქონდათ კომუნიკაცია, ეს არის საინტერესო.
ხა იმ ხალხს თუ იყენებდნენ ესენი როგორც სავარაუდოდ კი იყენებდნენ, კი, არ მგონია. ანუ ის ველები შეიძლება იყო, თქვა, საძოვრები და ვენახები შეიძლება იყო, ვინ იცის ეს ხო და მე 1000-ჯერ გადაიწვა და გადაიბუგა. ხო. აი ეს ველები ხა ესეთ მოსწორებულ ადგილებს საქართველოში იშვიათად ნახავ. სახნავსათესად, საძოვრებად იდეალური ადგილებია. პლუს როგორც გითხარი, ვულკანური ფერფლით და იმით გაჯერებული ანუ აქ. და მაღალიც არ არის, ჩვენ ახლა სადღაცა 700 მეტრზე ვართ მე მგონი. ხო, არა, იმას არ გძნობ რა, სხვაობას არ გძნობ. ხო, არა, ახლა ტემპერატურაზე ვერ გძნობ და ტემპერატურაზე ვერ გძნობ და ხო, ვერცნებას ვერ გძნობ. ახლა რაც თქვა ჯავახეთში ხდება რომ უკვე ყინვებია იქა, ესეთი რამე აქ არ არის. არა, ცხევა ფაქტობრივად მე 5-6 ცხევა და. მოკლედ, აი ეს მთლიანად არის ლაური ნაკადი. აი ეთყობა კიდეც ხო, აი რო შეხედავ, აი აშკარად აი მოწითალო ფერი დაკრავს. არ არის ჩვეულებრივი ქანები რა, ის რომელიც დანალექია და ისა, რომელსაც ეთყობა ეს ყველაფერი. თუმცა ესეც ამასაც ფენა ედებოდა და შრეობრივად იდებოდა ეს ლავები, მაგრამ ნუ აშკარად ეთყობა. მერე არის უკვე ხრამის ნამუშევარი დინარის. უკვე ეს ჩაჭრილი არის. დინარე ჭრის. ამას ჭრის დინარე, პოულობს შედარებით რბილ ადგილებს, იქ აფართოებს და უკვე ჩაჭრას აკეთებს. ამის დამახასიათებელი არის ის, რომ ზედა ნაწილში ქვია ქცია, არის მდორედ მოედინება ჯავახეთის იმაზე, ჯავახეთში. და მეანდრებს აკეთებს. მეანდრი რომელიც აი ზემოდან თუ დაგიხედია ესეთი დაბლობის მდინარეებისთვის ესეთ ძალიან რბილ იმგენს აკეთებენ და ზოგიერთ წყდება ხოლმე ეს მეანდრი, აქეთ რჩება ნაწილი, მერე სწორდება. აქ ესე და ამის საშუალება ამას არ აქვს. ეს უკვე არტახებშია მოქცეული. მაგრამ ეს არტახები თვითონ გააკეთა. ანუ დაშბაშის კანიონიდან მოყოლებული უკვე ქცია გადაიქცევა ხრამად. და ხრამი, ნუ, ხრამი რატომაც ქვია? შეხედე და ხრამია, ხო? აი ხა შეხედე, საინტერესო მომენტია. გაყოლებაზე, ხა აქ სულ ერთნაირია, ჯაგრცხილა და ისინი არაფერი განსაკუთრებული მცენარეები აქ არ იზრდება, მაგრამ დინარის ან ჭალას რასაც ვეძახით ჩვენ დინარის ნაპირზე გაყოლებაზე რაც მცენარეებია, ისინი არის უკვე შეფერადებული კარგად, გემრიელად. ანუ იქ შემოდგომა ძალაშია. და ფერდობები მწვანეა კიდე. ანუ ეს რაც ნიშნავს, ქვემოთ უფრო გრილა, იქ შემოდგომა, იქ უკვე გვიანი შემოდგომაა და იქვე 10 მეტრში ფერდობებზე ჯერ კიდე არ არის გვიანი შემოდგომა. ანუ ის მერე გაყვითლდება. დროის იმაშიც კი სხვაობაა, ხო? გაასრო, ხო, დროში გაასრო და ეხლა რომ დაბრუნდეთ ჩვენ ერთ ორ კვირაში უკვე ეს აქ ზემოთაც ასული იქნება ეს ფერები. იმას შეიძლება გაცვენილიც კონდეს ფოტოზე. ხო, ის უკვე ზამთარ შეიძლება გადავიდეს. აქეთ საერთოდ წვანახე როგორ გადამწვანებული. ძალიან საინტერესოა ხო, რამხელა სხვაობა არის ერთ იმაში ხო, რაღაც ერთ რეალურად. ეს არის აი მიკროკლიმატებია, აი მიკროკლიმატებია კიდე აი მაგალითად იმ მოსახლეობებში. ამ სწორში შეიძლება არ იყოს ეგრე დინარის სწორში, სწორ ადგილას. როცა უხვევს შეიძლება იმ ადგილას იყოს. გააჩნია ქარის მოძრაობას. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა. ქარის მასების გადატანა. პატარა წერტილებში და კუთხურებში რომ მიკროკლიმატებია და განსხვავებული და იმიტომ აი განსხვავებული თქვა. ხო, ეს უკვე ზემოდან პირდაპირ ჩანს, განსხვავებული იქნება, ხო. და თქვა იმ წერებიც ალბათ, და ჭიაყელებიც და რა ვიცი. ასე რომ ეს საინტერესო მომენტები შეიძლება ადამიანმა თუ დააკვირდები დაინახო. და აქ აშკარად ნახე აქაც შენ თქმის არის ხო საშკარად ის არის. კი, ქვემოთ ჩასვლა ეს არის რა, ანუ მოდი ჩასასვლელიც არის და გონი. კი, კიბეები, ხო? ხო. ნახე რამხელა ხო არის. ხო, ნუ ეს აგერ არის ეს კედელი. ხა ეს გათლილია აშკარად ეს თქვა. შეხედე აქეთა ზედაპირს. ხო. აშკარად გამოგათლილი. ხო. რაღაციდან არის ამოღებული. ეს არის როგორც ამბობენ, ესე იგი მე-5 საუკუნე, ხო? როგორც ვიცით არის რომ მე-5-6 საუკუნეში აშენდა პირველად ეს ციხე
და მერე მე-10 საუკუნეში და კიდე შემდეგ უფრო ხდება მისი რაღაც მოდიფიკაცია და ცვლილებები რა, ანუ უკვე აღმაშენებლისა შემდეგ უკვე უფრო ხდება ამის შეცვლა რა. მაგრამ ეს მაეჭვებს მე, აი ეს კვადრები. ხო. არის ხოლმე დამახასიათებელი, აი ზორეთ ბრინჯაოს ხო. ხანისთვის და ნახე ეგ ერთი ხის ის არის რაღაც. აი. ხო. ხო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ეს ციხე თვითონ მერე გადმოკეთებულია. ბევრჯერ ხო, ანუ მე ვიცი რომ ციხესიმაგრე ერთმა მე-5-6 საუკუნეში აშენებული და ნუ მერე უკვე როგორც თქვი გადაკეთება ხდებოდა ხოლმე. დაშენება, მიშენება, მოშენება. კი ბატონო. გამაგრება. ხო, ნუ აი საინტერესო რა და ეს ფენები თვითონ რა, ანუ ხო, ეს უკვე ხო. ვინც უშუალოდ აქ მუშაობს, იმას ეწოდინება, თორე ისე მშრალი წყობითაა ესენი ყველა ნაგები, ეს იმას ნიშნავს, რომ თლად ახალი არ უნდა იყოს. ანუ აქ ნახე რაღაცა კომუნიკაციასავით არის, თვითონ შედის ოშინ. შესასვლელია, ხო? არა, ხო, ან წყლის გასატარებელია, ეს წყლის არის, კი. წყლის ისინი არის ეს. აშკარად, ხო. ხო, აქეთ ჭივჭავის ხეობაა, იქეთ ხრამის ხეობაა და ჩვენ ვართ კონცხზე, აი გემის ცხვირი რო წარმოიდგინა. ხო. გემის ცხვირზე ვართ ეხლა ჩვენ. ანუ აქეთ იქედან სულ ის არის პლატეებია. აი ესე შემოდის ეს. აჰა. და იქეთ არის გასასვლელი და იქეთ უკვე აღარაფერი აღარ არის. აი რო გეუბნებოდი ობობები. აი ესე დაფრინა. ვა, რა მაგარია. ანუ ამათ სეზონი აქვს ეხლა ეს თავი. ეხლა განსახლების სეზონია. ხო. ჩვენ არქეოლოგიიდან გადავედით ზოოლოგიაზე. ძალიან მაგარია. და აი ესე დაფრინავენ. და ვინც გვიყურებს ხა შეკითხვა გაუშვეს რატო შვებიან ამას ობობები. რა ამ ადგილს მოცილდეს და განსახლდეს. ვა, ანუ შორსაც რო აითვისოს ტერიტორიები. ექსპანსია აგრობევრი დაგროვდეს, უკვე საჭმელი აღარ ეყოფათ და. ხო. ამიტომ განსახლება მინდა. ესე წყლის დათვები ვაფშე ჰაერით მოგზაურობენ, ხო ეს მიკრო ის პატარები რო ხო, ნუ ეს ჰაერს მიყვებიან, როგორც ვიცი, ისინი ცისტას იკეთებენ, როგორც ამებები, გლენები, წყალი რო დააყენო შენ. რო ნახო პროფესორად, აი სახში ყვავილები რო გიდევს, ვაზაში. ხო. ლარნაკში. აი წყალი რო მიკროსკოპის ქვეშ ნახო. გავსებულია სხვადასხვა მიკროორგანიზმებით, ანუ ერთუჯერედიან ამებები, გლენები, ლოქსები, ავისი ინფუზორიების თელი დასტა დარბიან და აქეთი. ეს ყველა ჰაერით მოტანილები. ანუ ცისტას რო აშრება წყალი, ცისტას იკეთებს და მე იმაში სიცხეს გადააქვს ციცი. მაგას სპეისშიპია, ხო რაღაც ჰაერი მაგას. ხო. აი ეს არის ძალიან მაგარი რაღაც. ხო, ეს უკვე ეთყობა ამას, რომ შუა საუკუნეებია და რაღაცა მუსულმანურიც დაკრავს, ხედავ ის? ხო გადავიდეს. აი ესეთი ფერმ. არ დავაზიანო რა. ოთახია, ხო ეს მე მგონი? ოთახია, ხო. და ყველა კუთხეში არის აი ესეთი რაღაცნაირი ნიშა, აი ნახე, აი ესეთი, აი. ხო, ჭიქური თუ არა. ხო, აი ესეთი, აი თაღისებური რაღაცა. აი ქვემოთ ერთი ნიშაა და საინტერესო იქიდან ნახე. აგერ ნახე მილები წყლის. გაყვანიობა. რაღაცა დანიშნულება. აი იქიდან შემოდის წყალი, ნახე, აი იქიდან. ის არის პირდაპირ ის არის, გაკეთებულია. ხო, და არა, მე აქეთ მილებია თიხის. ხედავ? აი ერთ კედელში. სადღაც 10-ისკენ გამოვედით, ხო და ჯერ მზე არ ჩასულა და მოვასწარით ჩამოსვლა. ვინ შემოდგომა? კი, ხო. დღე პატარა უკვე და მოვასწარით რა, ხო რამდენი რაღაცა ვნახეთ, მათ შორის ციხე ვნახეთ და რავი, მოვიხილეთ რა შეიძლებოდა რეალურად და ეგ არის ჩემთვის რომ აი შეგიძლია თქვა რომ საქართველოს ხო იქნებოდა ერთ შეხედვით ხო თითქოს პატარა, მაგრამ მთელი მაგიურობა საქართველოს ეგ არის რომ უამრავი ის არის ხო ადგილია რომელიც შეგიძლია მართლა გზაშიც ვამოვით მაგას ხო 2 წუთში რაღაც გახვიდე და უცებ ნახო ხო და თბილისთან არის ეს ყველაფერი ახლოს რა და რავი მე ძალიან მომეწონა რაც გავაკეთეთ რა და ხო თან ახლა ნებისმიერი მიმართულებით რო წავსულიყავით სხვადასხვა რაღაცებს ვიპოვიდით ხო ეხლა თქვა იგივე მანძილზე არის დაახლოებით თიანეთის ხარისკენ რო წავსულიყავით თიანეთისკენ იგივეა თქვა ბოლნისისკენ ანდმანისისკენ რო წავსულიყავით ნუ იქეთ ძეგვისკენ თქვა ქართლის იქეთ ამ ხარეს თრიალეთის ანუ
თუნდაც თბილისი რო ავიღოთ. მე აღარ ვსაუბრობ უკვე ბათუმზე, არ ვსაუბრობ ქუთაისზე, რომ ასევე 1 საათის ფარგლებში რისი ნახვა შენ თელავზე და ასე შემდეგ. დიდ ქალაქებზე მაქვს საუბარი, ანუ ქალაქიდან თავის დაღწევის და ცოტა ნერვების დამშვიდების და გაცნობის თუ სად ცხოვრობთ და გაცნობიერების სად ცხოვრობთ. ამის საუკეთესო მაგალითი არის ჩემთვის მაგალითად აი ესეთი განტვირთვები, რომელიც გარდა ისა რომ თვალი და გონება ისვენებს, გარდა ამისა ძალიან ბევრ რამეს იგებ. კი. და რა ვიცი თქვენ თუ ამ სერიას გააკეთებთ, მსგავს რომელიც მე მქონდა ჩაფიქრებული თავის დროზე და ვის არ ვთხოვე რომ გავაკეთოთ და ყველა რეგიონზე კი არა, ესეთ თუნდაც აი ესეთ ძეგლზე თვითონ 15-20-იანი რაღაც რო გაკეთდეს, ეს უკვე რამხელა ამბავი იქნებოდა. თუნდაც გარეთა ტურისტისთვის და პირველ რიგში ჩვენში და ხო, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ უბრალოდ საერთოდ იხსენებ საქართველოს, ნახულობ საქართველოს და იაზრებ კიდევ ერთხელ რომ ყველაფერი აი ესეთი მნიშვნელოვანი ძეგლები, ესეთი მნიშვნელოვანი ისტორია, ხო, ფლორა და ფაუნა არის აქვე რა, ორნაბიჯში.